გადავარჩინოთ ბახმარო. ამ სახელწოდების პეტიციაზე მოქალაქეების ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. სამოქალაქო აქტივისტების და ადგილობრივების ინფორმაციით უნიკალური კურორტი საფრთხის წინაშეა და გადარჩენა სჭირდება. აქტივისტების პროტესტი მოყვა დეველოპერული კომპანიის მასშტაბურ მშენებლობას, რომელიც ბახმაროშია დაგეგმილი. უფრო ვრცლად გურიიდან სოფო ჭულუხაძე მოგვიყვება. გისმენთ სოფო. გარემოს დამცველები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები ბახმაროს გადასარჩენად ერთიანდებიან. 2 დღის წინ შეიქმნა პეტიცია, რომელსაც ამ დროისთვის 1500-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და ისინი აპროტესტებენ ბახმაროში დეველოპერული კომპანია ორბით ჯგუფის მიერ დაგეგმილ სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც იგეგმება ბახმაროს რეკრეაციულ ზონაში. სამშენებლო კომპანიამ პროექტი ცოტა ხნის წინ წარადგინა. გარემოს დამცველები ამბობენ, რომ ბახმარო არის უნიკალური კურორტი, რომელიც გამოირჩევა მისი ადგილმდებარეობით, სამკურნალო და გამაჯანსაღებელი მიკროკლიმატით, სადაც დღემდე შენარჩუნებულია ავთენტური სახე და ლანდშაფტი. მათი განცხადებით, გარდა იმისა, რომ ამ მასშტაბური მშენებლობით კურორტი დაკარგავს ავთენტურ სახეს, ისინი საუბრობენ იმ ეკოლოგიურ საფრთხეებსა და ზიანზე, რომელიც მოყვება ამ მასშტაბურ მშენებლობას. ეკოლოგების და რიგითი მოქალაქეების მსგავსად ამ დაგეგმილ სამუშაოებს ასევე აპროტესტებს ადგილობრივი ოპოზიცია. მათი განცხადებით, ამ პრეცედენტის დაშვება გამოიწვევს ჯაჭვურ რეაქციას, რაც განაპირობებს იმას, რომ დაიწყება ბახმაროში ქაოტური მშენებლობები და საბოლოო ჯამში მივიღებთ იმას, რომ ბახმარო ეს უნიკალური კურორტი დაკარგავს მის ფუნქციას. ბახმაროს ტერიტორიისთვის შეუფერებელი ამხელა მონსტრი სიმახინჯის განხორციელება უბრალოდ ვერ გაუძლებს ამას ბახმარო. გარდა იმისა, რომ არ ჯდება იერსახეში არც წესიერი გეოლოგიური კვლევები, არც გარემოს დაცვითი კვლევებია. ყიდვის სახელმწიფო ბახმაროს რა და პლუს ამას მტვერი დანაგვიანება. მოვითხოვთ, რომ კომპანია საერთოდ უარი ეთქვას ამ პროექტს და გადააკეთონ. დაიწყონ საწყის ეტაპს. ამას გვთავაზობენ როგორც განვითარებას, როგორც ახალ სიცოცხლეს ბახმაროს, ხო? რაც თავისთავად დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ ეს არც განვითარება არის, ეს არც ახალი სიცოცხლე არის. ეს არის უბრალოდ კერძო პირების, ასე ვთქვათ, გამდიდრებისთვის და მოგების ნახვისთვის გადადგმული ნაბიჯები. საბოლოო ჯამში ეს კურორტი ამ ტიპის მიდგომით დაკარგავს თავის სახეს, გადაიქცევა ამ რაღაც დიდი ბეტონის კორპუსების კურორტად. ესე ქაოტურად როცა ხდება ეს ყველაფერი, ეს იძლევა დაახლოებით იმის ვარაუდს, რომ გაგრძელდება ეს ამ მიმართულები და ეს ბეტონის ჯუნგლები იქნება კურორტის მაგივრად. ძალიან აცდენილები არიან საერთოდ მოსახლეობასთან საუბარს. ჩოხატაურის საკრებულოს და მერიას ეკუთვნის ბახმაროს საკითხი. პროტესტს უნდა ელოდნენ ამ შემთხვევაში, თუ არ იქნება გათვალისწინებული ბახმაროსთვის უკეთესი როგორი იქნება და ხალხისთვის. სამოქალაქო აქტივისტები ამ პეტიციით მიმართავენ ეკონომიკის სამინისტროს და ისინი მოითხოვენ გაუქმდეს პროექტი და დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამბობენ, რომ პროტესტი იქნება მწვავე.